თამცა უწყებებს ამგვარი კოორდინაცია ან საერთოდ ასეთი ცვლილებები, სწრაფი ცვლილებები სისტემის შიგნით რამდენად უშლის ან უწყობს ხელს რეალურად საქმის კეთებას. მოგესალმებით ბატონ შალვა, მადლობა მოწვევისთვის. ხოჭორს მე ამ ახალი თანამდებობის შექმნამ უპორტფელო მინისტრის ამ გამახსენა რომ თავის დროზე ამ ფუნქციას ასრულებდა მერაბ ბევრს გაახსენა უშუალოდ საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია, რომელიც იყო ერთგვარი კადრების სამჭედლოც, ხო? ანუ მის უწყებაში გამოზრდილი კადრები ის ქმნიდა კარიერულ ლიფტებს, ხო? და რა ვიცი, კობენ არჩემაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი მაგალითად მის კადრი იყო. ნუ აი მაგალითად ბევრი იყო ასეთი თავის დროზე საგარეო საქმეთა მიმართულებითაც კი რომლებიც აი მის სისტემა გამოვლილი კადრები იყვნენ, ხო? ანუ მოკლედ უშუალოდ საბჭო მაშინ იყო რაღაცნაირი კადრების მიმართულება და საჯაი ასრულებდა ამ კოორდინაციის როლს. ეხლა რამდენად საერთოდ მე განცდა მაქვს რომ ივანიშვილს არ დაჭიროებია ცალკე კომუნიკაციისთვის პროკურატურასთან, სუსთან და რაღაცა შსს-თან ცალკე შუამავალი რაღაცნაირი როგორც ეს ინდივიდუალურად ელაპარაკებოდა ხოლმე, მაგრამ თქვენ რას რეალურ ფუნქციას ხედავთ ასეთ სამინისტროს უკან? რეალურ ფუნქციას და ჭორაობას შორ გადავიდეთ ანუ არ მგონია რომ რეალურად ამ ახალმა თანამდებობამ და ახალმა აპარატმა, ახალმა სისტემამ შექმნას რეალური მექანიზმები მისათვის, რათა ძალოვანმა ბლოკმა შეძლოს მის წინაშე დასახული ამოცანების აღსრულება. რეალურად თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულში, შარშან აგვისტოს თვემდე არსებობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გარკვეულწილად ასრულებდა იმ ფუნქციებსა და ამოცანებს, რომელიც ახლა ახალ აპარატს უნდა დაეკისროს. ეს იყო კოორდინაცია ძირითად ძალოვან ორგანიზაციებს შორის, ამაში შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაზვერვის სამსახური და რეალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები და ამ სისტემის ამოცანა იყო ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არსებული საფრთხების, რისკების, გამოწვევების, კრიზისების მართვა, წინასწარი გეგმების შემუშავება და ამ გეგმების მიხედვით სახელმწიფოსათვის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. დღევანდელი უბრალოდ გუშინდელი მოცემულობა, ახალი პოზიცია არ ამგონია რომ ქმედითი იყოს თუ გავითვალისწინებთ ქართულ რეალობას, დიდი ალბათობით ეს სამსახური იქნება, ეს სისტემა იქნება, ასე ვთქვათ, უბრალოდ ფურცლაზე მოვალეობის შესრულების მიზნით არსებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც გარკვეულწილად ჩაერევა გარკვეული ტიპის საკითხების აღსრულებაში, საინტერესო იქნება ნახოთ რა ტიპის ფუნქციას დააკისრებს მას სახელმწიფო, რა ტიპის საკითხების გადაწყვეტა იქნება მისი რეალური ამოცანა და უახლოეს პერიოდში ვფიქრობ 2-3 თვეში ცხადი გახდება რამდენად ქმედითი ორგანიზაციაა და რამდენად ქმედითი იქნება ეს სისტემა სახელმწიფოს წინაშე მდგარი ძალოვან სფეროში მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში. ჩემი პირადი სუბიექტური აზრით აღნიშნული სისტემა ასევე ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი შეძლებს ქმედითად ამ ამოცანების გადაწყვეტას. ხო, პიროვნებაზეა ალბათ დამოკიდებული და მინიჭებულ ძალაუფლებაზე, თორე ნუგზარ საჯაიას მერეც იყო, ხო, უშუალოდ საბჭოს მდივანი და საერთოდ ის ფუნქცია აღარ დაბრუნებია იმ უწყებას. იმ პიროვნებას ჰქონდა ეს ფუნქცია, თქვა. პერსონალური დამსახურება. როგორც სხვა თანამდებობაზე გვინახავს ხალხი, მოკლედ თანამდებობას ჩვენსნაირ სისტემაში მით უმეტეს წონას პიროვნება ანიჭებს. თუმცა უფრო სისტემურად თუ შევხედავთ, სჭირდება თუ არა ამგვარი კოორდინაციის, ანუ თქვენ ახსენეთ უსაფრთხოების საბჭო, უშიშროების საბჭო, ხო, რომელიც რაზე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით თავს უყრის უწყებებს და უწევს კოორდინაციას ამ ინფორმაციას, რომ მივიდეს ეს ინფორმაცია სწორად, თქვა პოლიტიკური განწყობილების მიღებთან და მან მიიღოს განწყობილება და მე ჩაიღვაროს განწყობილების ქვემოთ. თქვათ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ამგვარი ტიპის გაერთგვარონება უწყებებისა ხო არ შეუშლის ხელს იმ ბუნებრივ კონკურენციას, რომელიც շատ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებს შორის არსებობდეს, რომ ეს კონკურენცია უწყობს ხელს ურთიერთ კონტროლსაც, ხო? ჩვენთან ეს ცოტა მოშლილი არის, კანონმდებლობაც მაქვს ცოტა ეგეთი გვაქვს, მაგრამ რეალურად არსებობს ხოლმე რა ეგეთი კონტროლი, ხო? საქმის გაფუჭება თუ უნდა შსს-ში ვიღაცას, თქვათ იმან პროკურატურა უშლის ხელს და ამას მერე ზემოდან აზღავს, თქვათ რომელიღაცა უსაფრთხოების სამსახური, იმიტომ რომ ისიც უყურებს იგივე საქმეს. და ერთმანეთის შიშით საქმეს ვეღარ აფუჭებენ. უხეშად და მარტივად რა ახსნათ ეს ამბავი და ესეთი კოორდინაცია ხო არ არის სინამდვილეში გაერთგვაროვნება. აუცილებელია, ასეთ ტიპის კოორდინაცია რეალურად აუცილებელია, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ჩვენს რეგიონში არსებობდა ზოგადად მსოფლიოში რაც ხდება, შესაბამისად ჩვენი საგარეო ინტერესების, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული ინტერესების გათვალისწინებით ქმედითი ობიექტური კოორდინაცია აუცილებელია.
ვინაიდან გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები, გამოირიცხოს კონკრეტულ ერთი უწყების მიერ მოტანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, უნდა იყოს სათათბირო ორგანო, სადაც იქნება ცხარე, ასე თქვა, სამუშაო ფორმატში საკითხების განხილვა ეროვნული უსაფრთხოების თემაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი მიღებული. მაგრამ ეს ყველაფერი არის ქმედითი იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტიპის ორგანიზაცია არის ავტორიტეტული, მას შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, იგი დაკომპლექტებულია შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრებით და აქვს რეალურად გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების უნარი. ამ შემთხვევაში არ ვიცი, რამდენად რეალური იქნება ეს სიტუაცია, რამოდენიმე თვე აუცილებლად დაგვჭირდება დაკვირვებისათვის, კიდევ ერთხელ გამეორდები, ჩემი ხედვით ჯერჯერობით ეს გამორიცხულია ამ ეტაპზე. გამოსწრებაც იმას არასწორებს, რეალური ძალაუფლება ჭირდება, ხო, კაცის დაჭერის და გაშვების უფლება ჭირდება მაგას და ამ შემთხვევაში ასეთი ზემდგომი უწყების შექმნა არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილი იქნება პირიქით საქმე არ ანუ მე კიდევ ერთხელ პოლიტიკურ საქმეთან დაკავშირებით არ ვლაპარაკობ ჩვენ საუბრობთ აქ ახლა რეალურად არ შეიძლება იყოს დანაშაულებებთან ბრძოლის ნაწილი ხო თორე პოლიტიკურ საქმეების ნაწილში გასაგებია გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება როგორც ხდება ბატონო შალვა თქვენ საუბრობთ ახლა მნიშვნელოვან საგარეო გამოწვევებზე რომელიც ახლა ქვეყანას უდგას და უმნიშვნელოვანეს საგარეო გამოწვევები დგას გინდა რუსეთიდან გამომდინარე და გინდა ახლო სამხრეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ გამოწვევებს ახლა ამ სრულ სურათს და რა ტიპის მუშაობა ჭირდება ქართულ სახელმწიფოს მეზობელ ქვეყნებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რომ ასეთ დროს ჩვენი ქვეყნის ესეთი უსაფრთხოება იყოს დაცული. იმის ფონზე რასაც ვხედავთ უახლოეს წარსულში რომ მაგალითად ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წელიწადში 3-ჯერ და 4-ჯერ განიცდის გარკვეული ტიპის ცვლილებებს საკმაოდ ძნელი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების, მყარი თანამშრომლობის ფორმატების შექმნა ჩვენი პარტნიორებიდან ამ პროცესისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით. გამოსავლად ამ სიტუაციაში საქართველოს დამოუკიდებლად არა მარტო საქართველოს ვერც ერთი სახელმწიფო ამ რეალობაში დამოუკიდებლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას, ასეთ ტიპის საკითხების გადაწყვეტას ვერ შეძლებს. ერთადერთი საკვანძო მიმართულება ეს არის საერთაშორისო ფორმატების და თანამშრომლობის ფორმატების გაფართოება, ალტერნატიული საინფორმაციო არხების შექმნა, ასე ვთქვათ, მხარ და მხარ საერთო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების გადაწყვეტა, შესაბამისად საერთაშორისო თანამშრომლობა შიდა სტრუქტურული ეფექტიანი თანამშრომლობის მექანიზმების შექმნა, ეს არის ის სწორი გამოსავალი, რაც რეალურად საქართველოს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცემს რეალურ სურათს აქ ქვეყანაში და ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებაზე და მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ორი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში შიდა სტრუქტურული სიმყარე არ იკვეთება, ვთქვი რის გამოც და შესაბამისად საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენი კურსისა და ჩვენს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ნაბიჯებიდან გამომდინარე ძალიან შერყეულია, პრაქტიკულად ნულის სტოლფასია, შესაბამისად საკმაოდ ძნელი იქნება საქართველოს მიიღოს ის წოდომა იმ ტიპის ინფორმაციასთან, რომელიც მისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად. პრობლემები ნამდვილად არსებობს, გნებავთ შავი ზღვის რეგიონში, გნებავთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ამ პრობლემებს ახლო მომავალში გადაწყვეტის პერსპექტივა არ უჩანს, შესაბამისად სახელმწიფო უნდა იყოს მობილიზებული, მისი სტრუქტურული ერთეულები, ამ საკითხზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუნდაც ის აპარატი, რაც გუშინ შეიქმნა, ჯერჯერობით შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა სპეციალური სამსახურების სტრუქტურები უნდა იყვნენ მობილიზებული და ერთმანეთთან კოორდინაციაში, რათა შეძლონ ამ ამოცანების გადაწყვეტა, მაგრამ ამ რეალობაში ეს ძალიან ძნელი იქნება. ბატონო შალვა, ჩვენ შეჩვეულები ვართ ასეც ზედაპირული დაკვირვებითაც კი ამოვიცნოთ რუსული გავლენის ობიექტები საქართველოში. გულისხმობ არა რაღაც მაღალ დონეზე, აი რა პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები, პლატფორმები, რომლებიც ჩდებიან რაღაცის შესახებ კამპანიას იწყებენ, ხო, ადვილი ამოსაცნობია ისინი რა თემებს ირჩევენ როგორც წესი, რა ტიპის და როგორც წესი თანასწორ ადამიანები არ იცვლებიან ხოლმე რაღაც ადამიანები უწყვეტად მოსდევს როგორც გამჭოლი პერსონაჟები ამ პროცესებს კი ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინც არის ანუ ვიღაცას დაინახავ ყოველ წუთები რომ აქ რუსული ინტერესია, რუსული ფულია, რაც კონკრეტული რუსული სამსახურები. დიდი ალბათობით. დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა და ნუ პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ მე პირადად ყოველთვის მაგაში და ადვილი ამოსაცნობი რა თემებს ირჩევენ ხოლმე, ხო? ეს არის თქვათ პროდასალური კურსის წინააღმდეგ, ხო? ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იყო ამაზე ჩაჭერა, როგორ გვართმევს დასავლეთი თურმე ჩვენს ოჯახურ ღირებულებს და რუსეთი რა კაი ამ ამბავში. მთელი ვარიანტია თემებს, მაგრამ მაინც ერთი ჯგუფი არის თემებს, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში, ბოლო თვეების
ჩვენ აშკარად დავინახეთ კიდევ ერთი ჩვენი რეგიონის ქვეყნის სპეცსამსახურების აქტიური მუშაობის შედეგი ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც შეჩვეულები არ ვართ, რომ ასე აქტიურად ხედავთ ხოლმე. ეს იყო ირანული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. ჩვენ ვნახეთ აქვე ირანის საელჩოს კიბეებზე, მიკ არის საქართველოს ასობით მოქალაქე, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ხამენეის ანდერს შეასრულებენ. და აქ ნიშანდობლივ ის არის, რომ როგორც ეს ადამიანები არიან ჩვენი იმ კუთხის შვილები, ნაწილები, რომლებიც სადაც ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, თვითონაც